ეს ფასდაუდებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. გუდაური დღეს თოვლის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს გასართობი ღონისძიებები კურორტის მთელს ტერიტორიაზე გაიმართება დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვები 400 მეტრიანი ბიგელით, მოძრავი ხალიჩებითა და სასრიალო მილებით უფასოდ ისარგებლებენ. მოიწყება კონკურსები, საცირკო წარმოდგენები და შეჯიბრებები. თოვლის დღე ევროპის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით წელს პირველად მსოფლიოს 225 ქვეყანაში აღინიშნება. ზამთრის კურორტზე დღეს ბევრ ტურისტს და სრიალის მოყვარულს ელოდებიან. და თემის დეტალებით გუდაურიდან პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება სოფო ოხანაშვილი. სოფო, რა ხდება ამ წუთებში გუდაურში და არის თუ არა გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები? ნინო, გადაადგილებასთან არანაირი პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერ სურვილს, ვისაც უნდა რომ გუდაურში მოვიდეს და ისრიალოს, მართლაც შეუძლია ეს პრობლემების გარეშე მოაგვაროს, მით უმეტეს რომ ამით შესაფერი ისია და ადამიანებს, რომლებსაც უყვართ სრიალი და ზოგადად ზამთრის კურორტზე დასვენება, როგორც ისინი ამბობენ, ეს არის ყველაზე გადასარევი ამინდი სწორედ სრიალისთვის. რაც შეეხება თვითონ გუდაურში მიმდინარე მზადებას, ამ დროისთვის იყო საკმაოდ ხალხმრავლობაა გუდაურში განახლებული ზამთრის საზამთრო კურორტი უკვე კიდე ელოდება დამატებით სტუმრებს. აქ ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ გუდაურმა იზეიმოს და აღნიშნოს თოვლის საერთაშორისო დღე და განსაკუთრებით ჭარბობს პატარა ბავშვების რაოდენობა აქ. შეიძლება ითქვას, რომ გუდაურში დიდი ჟრიამულია, მათ დღეს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. აქ დაგეგმილია როგორც საცირკო სანახაობები, ასევე კონცერტი და სხვა გასართობებიც. გუდაური ყალიბდება ოჯახური დასვენების ცენტრად. წელს ჩვენ გავაკეთეთ უამრავი რამ ბავშვებისთვის. ეს არის ბიგელის ტიპის საბაგირო, ეს არის ეგრეთ წოდებული 튜ბინგ ზონა, მოძრავი ხალიჩები, სათამაშო მოედანი და შემიძლია თამამად თქვა, რომ ძალიან ღირსეულად გუდაური უმასპინძლებს ბავშვებს 2012 წელს. თოვლი მოვიდა ისეთი ყველა გამოდის გუდაურში. თუმცა ეს მაგარი ამინდია, მზეა, თოვლია დიდი და მხიარულება. რავი, დღეს იმედია ძალიან მაგრა სრიალებს მე და სხვაებიც. შვენიერი ამინდია საუკეთესო სრიალისთვის გუდაურში ჩამოსვლა ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს. ფანტასტიკური თოვლია, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან კარგად გავერთობით. გუდაურში ღონისძიებები რამდენიმე წუთში დაიწყება, როგორც გითხარით, აქ უკვე ხალხმრავლობა, თუმცა მათ, ვისაც ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, სად გაატაროთ დღევანდელი დღე, შეგიძლიათ გუდაურში მოხვიდეთ. დიდი მადლობა სოფო ოხანაშვილი საუბრობდა გუდაურიდან პირდაპირ ეთერში.